მოგესალმებით ძირფას საზოგადოება შვიდობა მოგცეს ღმერთმა. დღეს დავით დინჭარაძესთან ერთად ვისაუბრებთ მეტად აქტუალურ საკითხზე, რასაც ქვია ოჯახის ცნება, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანის დამოკიდებულება ოჯახისადმი, რა საცდურებთან გვაქვს საქმე, ვინ ებრძვის, რატო ებრძვის ოჯახის გამრავლებას, კეთილდღეობას, სარწმუნოებრივ შემართებას. ეს ყველაფერი იმდენად გადაჯაჭვული თემებია და საკმაოდ ვრცელი თემა გახლავთ და ჩვენ ცხადია, აი ამ დღევანდელი ფორმატის ფარგლებში ვცდებით, რომ ამ საკითხებზე გავცეთ გარკვეული პასუხები, თუმცა არც იმ პრეტენზიებით ვართ, რომ არიქა და ეს არის და დასრულდა ამითი ამ ოჯახის შესახებ ქრისტიანული სწავლება. Რა თქმა უნდა, ეს ულევი ზღვა მასალისა, მე რომ ვკითხოს კაცმა, საერთოდ სკოლაშიც და უმაღლესებშიც უნდა არსებობდეს ეს საგანი, რომელიც ასწავლის მშობლებს შვილების აღზრდას და შვილებს კიდე მშობლების პატივისცემას და ზოგადად აი ამ იდეოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც მოჰყვება ხოლმე არასწორ დამოკიდებულებას ოჯახში, ჩვენ დღეს რეალურად ვიმკით და ვიმკით ძალიან მწარედ, ეს ყველაფერში აისახება როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში და საერთოდ ყველა სფეროში ჩვენი არსებობისა. ასე რომ დავიწყებთ იმით, რომ პავლე მოციქულმა ბრძანა, რომ ოჯახი არის მცირე ეკლესია. რა გულისხმობს ის ამითი? ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქრისტიანული იერარქიული წესწყობა პირდაპირი გაგებით გადმოტანილია ოჯახის წესწყობაზე, ხო? გულისხმობთ იმას, რომ როგორც თავია ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ისეთივე თავია, ვთქვათ, მამაკაცი, ხო, ოჯახისა. და ეს იერარქიული წყობა მამაკაცისა, მეუღლისა და შვილებისა, როგორც ქრისტესი და ქრისტეს ეკლესიისა, ასეთი მორჩილება იერარქიული ოჯახშიც უნდა არსებობდეს და ამ წესგანგებაში არის უდიდესი საიდუმლო დამარხული, რასაც ქვია ქრისტიანული ქორწინება. ამის გაუაზრებლობამ კიდე სხვა უამრავი პრობლემა მოიტანა ჩვენს თავს, ხო? ეს კარგად ჩანს იმ ურჩობაში, რაც იდეოლოგიური სახით გამოვლინდა, ანუ პირდაპირ ჯანყია წმინდა წერილის წინააღმდეგ იდეოლოგიური, რაც გამოიხატა ლიბერალურ დამოკიდებულებაშიც ზოგადად ოჯახთან, ასევე ფემინიზმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ის დემოგრაფიულადაც ოჯახები უკვე აღარც იქნება და აღარაფერს ვამბობ იმ უკუღმართობაზე, რასაც ქვია სქესობრივი, თქვათ, აღრევები და სოდომური ცოდვები და ასე შემდეგ. აი ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ახლა, ვეცდებით რომ გავშალოთ ეს საკითხები, რამდენადაც დღეს შევძლებთ ამის გაკეთებას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას გამარჯობა. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ თაობების თეორიის შესახებ და ბოლო 100 წლეულის ხუთი თაობის განხილვა მოვახდინეთ და მათ შორის ყურადღება გავამახვილეთ არა მარტო იმ სულიერ დამოკიდებულებას და რწმენის რეგრესზე, რომელიც ხორციელდებოდა ამ პერიოდში, ასევე ჩვენ ყურადღება მივაქციეთ დამოკიდებულება ოჯახისადმი, როგორი ხდებოდა წლების გავლით და ამ 100 წლეულის განმავლობაში ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება საერთოდ საბოლოოდ შეიქმნა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით და იმ პრობლემებთან დაკავშირებით ზოგადად, რაც ოჯახთან არის კავშირში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც პრობლემაზე, რომელიც უკვე დადგა დღეს და რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც პრობლემას, ანუ გამოხატულება მოხდა ამ პრობლემის, ჩვენ ყოველთვის უყურებთ დიდ სურათს. და ეს დიდი სურათი მოდის იდეოლოგიებიდან. ამის უგულობელყოფა ჩვენი აზრით არაკომპეტენციის ნიშანია უფრო. რადგანაც სწორედ იდეოლოგიების საშუალებით იქნება ის მოსაზრებები და შემდეგ ეს ტექნიკური საშუალებებით გადმოეცემა ადამიანებს და ყალიბდება ის იდეა, ის აზრი, რომელზედაც უკვე უმუშავიათ ადამიანებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ გარკვეული მიზანი.
ანუ ჩვენ რისი თქმა გვსურს? ჩვენ ხედავთ ამ რეგრესს, ანუ ვიცით რომ ფასი ოჯახის, ხო, პავლე მოციქულისგან, ქრისტიანობისგან როგორ ძლიერი იყო ოჯახი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოჯახი როგორც ეკლესია, როგორც უძლიერესი ერთეული სახელმწიფოსი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფოს ნიშანი იყო და ეხლა ვიღაცას არ აწყობს, ესე იგი ეს. რატო არ აწყობს რა? შეიძლება ასეთ უფრო შორიდანაც დავიწყოთ, მაგალითად, უკვე აღარ მალავენ და ეს აღარ ითვლება რაღაც შეთქმულების თეორიად, რომ ბევრი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე პირდაპირ ამბობს, რომ აი 8 მილიარდი ადამიანი ბევრია მაშინ აკვე სოფლიოში. შესაბამისად რაღაცა უნდა ვიღონოთ, ხო, რაღაცა მოქმედებები და დაწყებულია ეს ბევრი მოქმედებები, მათ შორის აბორტები, ომები, სხვადასხვა დაავადებების შექმნა, მათ შორის ხელოვნურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი ამის შესახებ ჩვენ უკვე გვისაუბრია. ერთ-ერთი მთავარი რგოლი ამ კუთხით. ანუ მართლა ბევრი სხვადასხვა ეს კონცეფცია შემოიტანეს. ერთ-ერთი მთავარი რგოლი აღმოჩნდა ოჯახი. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის თუ არ გამრავდა ოჯახი, ბუნებრივია პოპულაციაც მოიკრებს, ხო? ეხლა როგორ გააკეთონ ისე, რომ რა ქვია, ეს ოჯახი აღარ გამრავდეს. ამას ხო უნდა იდეოლოგია, იდეა უნდა შემოვთავაზოს, იმიტომ რომ ადამიანმა იცის, რომ უნდა გამრავდეს, ეს კურთხეულია, ადამიანები ჯვარს იწერენ, იციან რომ მადლი მოდის აი ჯვრის წერით, ერთ-ერთი საიდუმლოა, ეს ყველაფერი იცის 19-20 საუკუნის ადამიანმა. აი ჩვენ ბაბუებმა უკვე ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ. ამიტომ ეს იყო დასანგრევი, ხო? ჯერ პირველი რა გააკეთეს, ახლა შექმნეს ილუზია, თითქოს ძალიან გადამეტებულია ეს მოსახლეობა სოფლიოში, 8 მილიარდია და როგორ შექმნეს ეს ილუზია? შემოყარეს ყველა ქალაქებში. სინამდვილეში ტერიტორიები დაცარიელებული მთელ სოფლიოში და ეს 8 მილიარდი ადამიანი უკვე დათვლილია სადეტეო, მაგალითად მეგაპოლისებში ცხოვრობს. არგენტინის ტერიტორიაზე ეტევა ეს ყველა ეს თავისი მიწებით, პატარ-პატარა მიწებით, ყველა ეს 8 მილიარდი ადამიანი. რესურსი რო არა აქვს და ნუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ილონ მასკს 800 მილიარდის ქონება აქვს, მარტო ეს რესურსი რო არა აქვს სოფლიოს, ეს ადამიანს რა. ამიტომ ეს ყველაფერი ტყუილია, შექმნეს ეს მეგაპოლისებში ადამიანები შეყარეს და დაიწყო ამ ადამიანების მართვა. თუმცა ოჯახი იმდენად ძლიერია, იმდენად ძლიერი ინსტიტუტია, როდესაც მამა ძლიერია, მამა მეფეა, დედა დედოფალი, ეს სულისკვეთება შეკრული ოჯახური სულისკვეთება, ეს იმდენად ძლიერი ერთეულია, რომელიც შემდეგ მრავალი ოჯახი ასეთი ერთეულებით, ასეთი სულისკვეთებით ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, ძლიერ დამოკიდებულებას, როგორც ღვთაებრივი წესრიგის მიმართ, ასევე ზოგადად ეროვნული საკითხის მიმართაც, ხო? გარკვეულწილად კონსერვატიული საზოგადოება მას ეყალიბდება ამ ღირებულებებით, მე ეს ღირებულებები ზიარდება და შესაბამისად იქნება ის სწორი სულისკვეთება, სწორი სოფხედელობა, რომელიც დასანგრევი აღმოჩნდა თურმე ამათი თვალსაზრისით. ეხლა როგორ მოახდინონ, ანუ მივიდნენ აქამდე, რომ ეს დასანგრევია, იმიტომ რომ ჯერ ერთი იქ ორი კონცეფცია მიდის, აქ სულიერი თვალსაზრისით და მათ შორის ეროვნული კუთხით, ახლა კოსმოპოლიტიზმი რო შექმნეს, ახლა იმისაც რო შეიქმნეს კოსმოპოლიტიზმი, ამისთვისაც დასანგრევია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ადამიანებში უნდა შექმნან ის აზროვნება, რომ არა ეროვნული, არამედ კოსმოპოლიტურია ეს სამყარო და ეს უნდა დავიშალოთ და ეს მიგრაციას და ამასაც ჩვენ შევეხებით აუცილებლად. ესეც ერთ-ერთი საშუალება, ერთ-ერთი მექანიზმია ოჯახის დანგრევის, სხვათა შორის და ჩვენ უკვე ხედავთ და პირდაპირაც ვთქვათ, ახლა ეს წარმატებად რომ მიიჩნევა დღეს საზოგადოებაში ერთ-ერთი ოჯახის წევრი რომ მიდის საზღვარგარეთ და ეს ოჯახი იშლება, მეუღლეს გარეშე რჩება მეუღლე ქმარი ცოლის გარეშე, ცოლი ქმარის გარეშე დიდი ხნის განმავლობაში და ფაქტობრივად ის სულისკვეთება, ის სიხარული ოჯახური იდილია, ოჯახური უკვე დაკარგულია. უკვე აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს უკვე მიზეზია იმისა, რომ რაზეც ჩვენ მოგვიანებით კიდევ ვილაპარაკებთ, ხო? რო არ გამრავლდება. რო არ გამრავლდება, უკვე ისედაც გასაგებია, ხო? ამრიგად იწყება იდეოლოგიური დატვირთვა. როგორ იწყება? ახლა პირველი შემოდის ფემინიზმი, ხო? ახლა ეს ფემინიზმი ადამიანებს გონია, რომ ეს ბუნებრივად ჩამოყალიბდა, რომ ქალბატონები უნდა იყოს ძლიერები, უნდა იმუშაონ და რაღაცა. მე პირდაპირ ვამბობ და ჩვენ არავითარი რაღაცა ძაგებით არ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში და სრული გაგებით ვლაპარაკობთ. ქალბატონები შეიძლება მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ნაწილობრივაა თავისუფალი. აქამდე ნაბიჯგია, აქამდე მიიყვანეს ეს ადამიანები.
და აიძულეს. ჩვენ არასდროს არ ვიტყვით ახლა შრომობს ეს ადამიანები, რა ქვია, თავგანწირვით, სახლშიც, საზღვარგარეთაც, შვილებისთვის ბევრი რამე კეთდება, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ოჯახი ძლიერი ვერ იქნება ამ შემთხვევაში. რატო ვერ არ არის ოჯახი ძლიერი? იმიტომ რომ დედის ხელი აკლია შვილებს, მამის ხელი აკლია შვილებს. ეს რო იკარგება, ეს ყურადღების დონე აკლებულობს, ბუნებრივია და ყურადღების დონე რო კლებულობს ამ შვილებში, შემდეგში რა გამოდის ამ შვილებიდან? ხო, იქ რაღაცა პრობლემები რო ჩნდება, საიდან მოდის? ესეც ჩარდებულია. ესეც უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, ახლა ის სტრესია ოჯახებში, ბავშვებში ახლა მე როგორც მოძღვარმა ეს ვიცი კარგად და პირდაპირ პროტესტი იწყება მშობლების წინააღმდეგ. როცა ესეთი რამ ხდება, ანუ ეს პირდაპირ ანგრევს ბავშვის ფსიქიკას და როგორც წესი, დანგრეული ოჯახები რო ავიღოთ, ხო, ჩვენი ხო კარგად ხედავთ, რომ ბავშვების ფსიქიკა ცოტა დარღვეულია და რაღაც გაღიზიანებული მომენტებია, იმიტომ რომ აი ეს იდილია, რომელიც უნდა იყოს ოჯახებში, დანგრეულია, ხო? და არ არის ეს ერთობა და ეს ყველაფერი პირველ რიგში ბავშვებზე აისახება. დაახლოებით იგივე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ცოლ-ქმარი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის ერთიდან მეორედ შევა, იგივე ამბებია, როცა შეიძლება არ არიან განქორწილებულები. მაგრამ ეს ტერიტორიული სიშორე მათ აი ამ სულიერ კავშირს უღვევს და რაც თავარია კიდე მათ შორის კავშირის დარღვევა იწვევს შვილებისთან ურთიერთობის დარღვევასაც და რაც არის უდიდესი პრობლემა. ეს გამოიხატება ბავშვების ურჩობაში, სწავლაში ან უზნეო საქციელში, რომელსაც ის მშობლის ჯინაზე აკეთებს. შეიძლება მოიპაროს, შეიძლება რაღაცა უზნეობა არის სწავლოს, ან ძალიან ცუდი საქციელი გააკეთოს, შეარწხვინოს მშობელი იმის გამო, რომ ის მას გააგებინოს რაღაცა პროტესტი, თავისი გამოხატოს, იმითი რომ აი შენი საქციელი იმ შემასაქციელმა მოიტანა აი ეს სავალალო შედეგი. მეორე კიდე რაც უფრო არანაკლებ საშიშია, ის რომ თვითონ ოჯახების შექმნის მომენტი უკვე იმდენად უპასუხისმგებლო სფეროში გადავიდა, რომ ფაქტიურად ჩვენ ხედავთ იმას, რომ იქმნება ოჯახები და ამ ოჯახებს არ სურს ოჯახური ცხოვრება. ანუ იმთავითვე იგეგმება, რომ არ ყავდეთ შვილები და თუ ეყოლებათ ოდესღაც, როცა თვითონ დაგეგმავენ ამას. ახლა ზოგიერთი ფიქრობს მამაო, რომ ეს რაღაცა ბუნებრივად ჩამოყალიბდა. რას უკაცრავად რა ეს იდეოლოგიური კლიშეა, ეს შემოიტანეს, თქვა ეს რომ ციტრა 30 წლამდე ეს ნაადრევია, ბიჭისთვის გოგოსთვის დაოჯახება, 30 წლის შემდეგ, ხა 30 წლის ექიმები ვინც არიან, ხა შეიძლება ქალბატონებს მაგასაკში უკვე რო გადადის შვილი შეიძლება საერთოდ არ გაჩნდეს, ჯერ ერთი, მე არც აპირებენ, იმიტომ რომ კარიერული ზრდა ხო არის საჭირო იქ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კონცეფციები ყალიბდება ადამიანის გონებაში, მე ყალიბდება როგორც სტერეოტიპი, როგორც აზროვნება და გემოვნება. შემდეგ გადაეცემა უკვე შვილებს რა, ეხლა ლიბერალური ბოლო 30 წლის საქართველოს მაგალითზე რო ავიღოთ, ეს ლიბერალური გამოცდილება რა შექმნა? ის შექმნა, რომ აპრიორი არ არის აუცილებელი ოჯახი რო შეიქმნება ბოლომდე უერთგულო ოჯახს. ანუ ეს როგორც კონცეფცია მოდის რა. ეს ადამიანების გონებაში და შვილო არ არის პრობლემა თუ არ გამოდის რაღაცა და შესაბამისად სად მივედით? მივედით უაღრესად საშინელ სტატისტიკამდე. ხო? 10-დან 7 ოჯახი ინგრევა 2-3 წლის თანაცხოვრების შემდეგ. 10-დან 7 ოჯახი. ეხლა სტატისტიკა საქართველოში კატასტროფა. 2025 წლის პირველი 6, აი გასული წლის პირველი 6 თვეში ქორწინება იყო 9925 ოფიციალური ქორწინება, განქორწინება იყო 6256. ეს 70%-ია, კაც, უზარმაზარი% განქორწინების. საიდან შეიძლება ასეთი ყოფილიყო ბუნებრივად ეს ხო არ შეიძლება ყოფილიყო. შემდეგ კიდე გავარკვიეთ, რომ თურმე ეს დემოკრატიის ნიშანი ყოფილა. თუ ბევრი განშორებები ხდება, ეს დემოკრატიის ნიშანია. ანუ წახალისებულია, ხო, დემოკრატიის რას ნიშნავს? ჩვენ იქ ვაჩვენებთ ევროპას, რომ აქ თურმე ადამიანები ჩვენ თავისუფალ გადაწყვეტილებას ღებულობს. აი არ მოეწონა, არ არის სიყვარული, დაიშალა ოჯახი.
მერე ყველამ ვიცით ასევე ხელშეწყობა ხდება სასამართლოებში, როგორც კი საჩივარი შედის, იქ არ არის განხილვა ამისა, რომ გადადება ასე შემდეგ. ძალიან მალე კმაყოფილდება. ფაქტობრივად პირველი მოსმენით ხდება თანხმობა ამ გაშორებაზე და შესაბამისად უკვე ოფიციალურად ხდება და რამდენი არაოფიციალური ახლა ჩვენ ვიცით მეგობრები გვყავს ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან და ხედავთ რომ ფაქტობრივად ოჯახი აღარ არსებობს მიუხედავად იმისა რომ რეალურად ახლა განქორწინება ასე რო იტყვიან ფურცელზე დოკუმენტურად განქორწინება არ მოხდარა მაგრამ ეს უკვე რეალურად მეტი ამ პროცენტს როდესაც საუბრობთ, ამიტომ არის ძალიან საგანგაშო ეს პროცენტი, რა. ამ კიდევ უფრო მეტია. გაცილებით უფრო მეტია, ხო? ეს ერთი მხარეა, რა, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, ეს ხო არის განშორების თემები. ახლა როგორ მოვახდინოთ კიდე ეს განშორება, როგორ მოდი გავაძლიეროთ ქალი, ხო? მაგრამ ქალის გაძლიერებით კი არ დაკმაყოფილდნენ. ახლა უნდა დასუსტდეს კაცი. ანუ ის ვაჟკაცური ელემენტი უნდა წავართვათ კაცს. როგორ უნდა წავართვათ? ახლა ფილმებიც ამოვიდეს, უნდა ეს გმირები იქნებიან, აი ესეთი რბილი ჯენტლმენები კი არა, ნეჟნი უკაცრავად ჟარგონისთვის, აი მამაკაცები. თან მოდაც ერთვება ამ ჩაცმულობის თვალსაზრისითაც, ისეთი ჩაცმულობა აქვს, ისეთი მანერები აქვს ამ ადამიანებს, ისეთი რიტორიკა აქვს, რომელიც არასდროს არ იყო კაცისთვის შესაფერი. არასდროს არ იყო ეს შესაფერი. მაგრამ ეს რო ჩამოყალიბდა როგორც ბუნებრივი გეგმის ნაწილი იყო ამის ტექნიკური საშუალებები ეს არის გადაცემებს უყურეთ ტელევიზორში და ესეთი გმირები პირველ ყოვლის წამოწეულია ყველა საუბრობენ ეს რაღაცა თითქოს ლამაზი წყნარი რაღაცა მშვიდი საუბრებით ჩვენ კი არ ვართ წინააღმდეგი სიმშვიდის და წყნარი საუბრების ჩვენ სხვა რამეზე ვამახვილებთ ყურადღებას კაცური ელემენტი რომელიც დომინირებდა ოჯახში და რომელიც აუცილებელია შვილების აღზრდისთვის, ეს ელემენტი მოაშორეს ოჯახს. და ესეც მოახდინეს იდეოლოგიის თვალსაზრისით, იდეოლოგიის მეშვეობით და იმ საშუალებებით, რომელიც ემსახურება. ხო, ეს ხო ბუნებრივი პროცესია, ესე მიმდინარეობს. და უნდა დაგაჯერონ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, აი ასეთები უნდა იყოთ, ხო? შემდეგ კიდე ერთ საინტერესო ფაქტია და სხვათა შორის ეს კორპორაციები, ეს ხო ოჯახი კარგი გასაგებია ძლიერი ოჯახის ფუნქცია ჩვენ გავიგეთ. აღმოჩნდა რომ არც ისე არალოგიკურია ეს მიდგომა რომ ეს დანგრეული ოჯახი აწყობს ამ კორპორაციებს. რატო აწყობს? ახლა დანგრეული ოჯახი ორი სახლია. იქ ადამიანმა უნდა იყიდოს, ხო, ერთმა მეორემ ერთ სახლში თუ ცხოვრობდნენ. ახლა ორი სახლია, საყიდო. ახლა ორი მაცივარია, ორი გადასახადია, ორი ბანკის ვალია. ეს პროცენტებზე შეჯდარი საზოგადოება, რომელიც ასევე დამონებულია. გარდა ამისა, ეს განცალკევებული ადამიანები არჩევნებისთვისაც მშვენიერია, იმიტომ რომ მასეთ დაყოფილ ოჯახებს უფრო მართავენ, იმ იდეოლოგიას უფრო სთავაზობენ და ის პარტიებიც ადვილად გადაიბირებენ ასეთ ადამიანებს. ეს ძალიან ადვილად ხდება, ახლა და რომელიც ფაქტობრივად მონუშრომაშია, ახლა ის ნებისმიერ პირობებზე და ნებისმიერ რაღაცებზე თანხდება. იგივე მამა, რომელსაც ზოგს ალიმენტი აქვს გადასახადები, ზოგს 1000 პრობლემები აქვს, ეს იმიტომ რომ უკვე ერთი ოჯახი დაენგრა, იქ შვილები ერთი, მეორე ოჯახი, ასე შემდეგ თუ შექმნა კიდე ეს ოჯახი. ბუნებრივია ეს ყველაფერი გაყოფა იწვევს იმ სიზნელებს და ორმაგდება ეს ყველაფერი. სამართავად გაცილებით უფრო იოლია და იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენ ვთქვით, ასევე იოლია. და ყველაზე მთავარი რა არის? ეს მაგალითები, როდესაც იქმნება, ხო? და ბევრი უკვე შეიქმნა. ახლა ეს სტატისტიკა 2024 წელსაც არანაკლები იყო, ეს დიდი იყო. უკვე ეს ზრდა ის შეინიშნება. ეხლა შემდეგი თაობა, ვინც უკვე გაშორებული იყო ეს ადამიანები, ცოლს თუ მოიყვანს და დიდი ალბათობით ის დიდი პროცენტით უბრალოდ არ მოიყვანს, იმიტომ რომ ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს, რა. და რატო არ აქვს ინტერესი? ისევ ამის გამო, იმიტომ რომ ბიზნეს პროექტად შეიქმნა უკვე ოჯახი. ანუ წარმოგვიდგინეს ეს ოჯახი როგორც ბიზნეს პროექტი, უნდა გაწყობდეს, უნდა მოიხმარდე ადამიანს, რა. არა სულისკვეთებით, არა თავგანწირვით ცხოვრობდე და ურთიერთ ძალისხმევით რაღაცას აშენებდე, რასაც ჯერ ოჯახი და ამ ოჯახის მიმართულებით სახელმწიფო ბუნებრივია, იმიტომ რომ ჯერ ოჯახს აშენებ ძლიერ ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო ბუნებრივია. אז მორწმუნე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა. კიდე ღვთის კურთხევა. ხო, აბა რა. კიდე ერთი ეს იდეოლოგიური ფაქტორი ტელევიზორიდან მოდის, როცა აი კინოფილმების უმრავლესობაში ეს კარგად დომინირებს, აი თქვა არის ოქმარი და როგორც კი
გამოვა საკითხი, რომ შვილი უნდა გააჩინონ, ხო, აი ამაზე, აი ესე იგი რეჟისურას თუ დააკვირდებით, იქ იწყება სიტუაციის დაძაბვა. ნუ განსაკუთრებით მამაკაცის მხრიდან, რომ მე არ ვარ ამისთვის მზად და ეს რამხელა ტრამვა შეიძლება იყოს ჩემთვის და მე შვილისთვის, რომელსაც და ნუ გარბის როგორც წესი, ან ოჯახიდან, ან ცოლს თუ მეორე ნახევარს ალბათონს ითანხმებს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს. აქაც ორი მომენტია ჩადებული, რომ ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა ოჯახური ურთიერთობით არ დასრულდეს და არ შეიკრას შვილები და მეორე, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ეს გავყნილი ცხოვრების წესის პროპაგანდა მოხდეს და მაქსიმალურად მხოლოდ სიამოვნებაზე აგებული იყოს ეს ქალ-ვაჟური ურთიერთობა. აი ამ ფენომენმაც წამოწია კიდევ ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რასაც ქვია ოჯახში ძაღლის და კატების ყოლა. ეს პირდაპირ კავშირშია ვინმეს არ ეგონოს, რომ რაღაც ძაღლია, რა კაი ძაღლია, სად იყო 20 წლის წინ ესეთი ფენომენი საერთოდ ჩვენთან, რომ ძაღლი ვიცოდით ჩვენ ეზოში და კატაც კი ვიცოდით, მაგრამ თავისი ფუნქცია ჰქონდა იმას, რა იმას უნდა ეყეფა ეზოში. დღეს სხვანაირი, დღეს კულტია ცხოველის ოჯახში, რომელიც მთელი ოჯახი თქვათ ემსახურება აი ამ ძაღლს ან კატას. მე ჩემს ირგვლივ საუბრობ თვითმხილველი ისიც ვარ, იმას ვამბობ, თუმცა ნებისმიერ ადამიანმა იცის უკვე ეს, რომ რამხელა დიდი პრობლემაზე მაქვს სინამდვილეში საუბარი, აქ არ არის ძაღლის სიყვარულზე და კატის სიყვარულზე გიყვარს თუ არ გიყვარს. რა თქმა უნდა, ცხოველები მით უმეტესად შინაური ცხოველი უნდა გიყვარდეს, მაგრამ იმას ხო თავისი ზომა. აქ საუბარია იმაზე, რომ აი მაგალითს ვიტყვი, რომ მაგალითად ძაღლსა და დედამთილს შორის ურთიერთობა, ჩემ პირად პრაქტიკიდან ვამბობ, დაიძაბა იმის გამო, რომ დედამთილს კატა ურჩევნია ძაღლთან ურთიერთობას. და იმ ძაღლმა უთხრა, ან მე ან კატაო და იმას დიდი სიამოვნებით უთხრა კატაო. ესვით სადამდევად მისულები და ეს ჩვეულებრივი ამბავია და ერთი და ორი ფაქტი კი არ არის ამის. ან კიდევ უფრო მეტს გეტყვით, ესეთი რამე მოხდა, რომ აი დედაშვილი და პატარა ძაღლი მოყავთ, მოასეირნებენ და ეს დედა უფროსი, ხო, გავიდა დროების რაღაც და ეს შვილი ეუბნება ძაღლს ელაპარაკება ახლა. ბებო წავიდა სადღაც და მალე მოვა შენ არ იგნორიულო. ესმით თქვენ, აი ეს ძაღლი, რომელიც ყავდა ძალიან კარგად მოვლილი და ჟაკეტი ეცვა და მაგარი შამპუნებით სუნამოებით რო ყავს, ესეთი შემოსილი, ხომ? და რომელიც ძალიან ძვირიჯდება, რომ იყიდო და შემდეგ მოუარო ძაღლს, ხომ? აღარაფერ ვამბობ, რომ შვილებს არ უვლის არავინ და შვილებს არ აჩენს ჯერ ესეთი და მე დილას აღამოს რომ გასეირნება უნდა და ამდენ დროს არადროს რასაც ძაღლს უთმობს ადამიანი იმდენ შვილისთვის არ დაუთმია, ეს კიდე სერიოზული პრობლემებია და ასე რომ აი ეს ინსტიტუცია იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი იმდენად გაუფასეულდა, იმდენად დაკარგა თავისი შინაარსობრივი ძალა ამ ოჯახურმა ურთიერთობამ, რომ ცხოველი გაცილებით უფრო ახლობელი ხდება მისთვის, ვიდრე უახლოესი ადამიანი. ცოლი, ქმარი, შვილი, ძალი, დედამთილი, მამამთილი, ესე აღარ არის საუბარი, უკვე მტერია, პირდაპირ გაგებით და სიდიდე და სიმამრე. აი ესეთი კონცეფციები ჩაინერგა და ადამიანს რა თქმა უნდა ეს ეგოცენტრული მომენტია, გაღვივებული და პიკში აყვანილი, რომ იმას ურჩევნია იმ კატას მოეფეროს, ის ძაღლი დამჯერია, ის უჯერებს ყველაფერს და იმის ყველა სურვილი სრულდება. ერთხელ მივედი სნეულის საზიარებლად და ესეთი ძაღლი ყავდა ოჯახში და ნუ აწიოკებული ყველაფერიდან უთხარი აქ შეუძლებელია ხა ადამიანს ვერც ლოცვას კითხულობ, რაც უნდა გაიყვანოს გარეთ მეთქიდან. გაიყვანეს ეს ძაღლი ცოტა ხნით გარეთ და ნუ არ გაჩერებულა მისი ყეფა, მისი კარებზე ბრახუნი, ეს არ გაჩერებულა იმ პერიოდის განმავლობაში და მოკლედ
რო გავდიოდი ვერე სახლიდან, ხო, ეს სახლი მოკლედ რო არ დაეჭირა იმ პატრონს, ხო, ალბათ შემჭამდა. ისეთი აგრესიით, ისეთი ყეფით იყო ჩემს მიმართ, აგრესიულად განწყობილი ეს სახლი, რომ ანუ როგორ დამირღვიე ეს იდილია, ეს დედალი ოჯახი. მას ემსახურებოდა და არიქა შეიჭირე, შენ გიზა, ესე იგი, გამოხატა. ადრე ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აი შვილის გაკერპება ხდება, როცა ათამამებ მას რაღაცებით, ხო? უკვე ამაც კი გადაიწია სადღაც ამ პრობლემამაც კი გადაიწია სადღაც ნეტაშვილი მოუარო, შვილი მაინც გაათამამო, ფიქრობ უკვე და ამას აკეთებენ ცხოველებთან მიმართებაში. ანუ თვითონ კონცეფციულად ჩანაცვლებულია შვილი ცხოველი, და ზოგიერთი იტყვის, არა ეს არ არის შემთხვევით, ახლა ჩვენი მეგობრები არის არგენტინაში, კანადაში გვიყვებიან და პირდაპირ კატასტროფაა რა. იტალიაში, ბევრ ევროპულ ქვეყნებში მათ შორის. ეს არის ტენდენცია, ეს არის განვითარების ეს იდეა, რომელიც ასე მუშაობს რა. ხო, კიდე აუცილებლად უნდა შევეხოთ ალბათ იმ პრიორიტეტულ გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა ახალგაზრდებს რო ვაკვირდებით, არ მოყავს ბიჭს მაგალითად ძოლი, ხა იქ პასუხისგებლობის საკითხი გადაჭარბებულად მიაჩნია, იმიტომ რომ გაბერეს ეს და თქვენს რომ შენ ამას აქვს ამდენი პასუხისგებლობა, ეს უნდა კონდეს, სახლი უნდა კონდეს, ეს მანქანა რაღაცა დატვირთეს, ეს სტერეოტიპებით უკვე შექმნილია, ესეც შეგნებულად შექმნილია, გადატვირთეს ეს კაცი, ახლა ფიქრობს რა მჭირდება მე რა ქვია, ამდენი პრობლემის თავზე აღება, ხო, სინამდვილეში და როცა უხსნი რომ პრიორიტეტი ის არის რომ შენ უნდა შექმნა პირველი გოგომც უნდა იწოდეს და ბიჭობს. თავარი არა სახლია ჯერ ყიდვა და 100,000-ებით და 200,000-ებით და ბევრ მეტი რო ღირს ეს. პირველი არის ოჯახის შექმნა. ხო, ოჯახის ეს სიყვარული და ოჯახის შექმნა. შემდეგ უკვე ნელ-ნელა თანმიმდევრული ნაბიჯებით რაღაცის განვითარება. ესე ვითარდებოდა ყველა ოჯახები. ვის კონდა თავიდანვე, არასდროს არავის არ კონდა და განსაკუთრებით ძველ დროში ასევე უნდა ვთქვათ პირდაპირ როდესაც სტერეოტიპი ჩამოყალიბებულია, ესე იგი ბინა უნდა კონდეს, ეს ბინა კიდე ღირს 100,000-ები და ბევრი. ხო, როგორ უნდა იყიდოს? ესე იგი იდეა უნდა ეს ოჯახური პროექტი უნდა შეიქმნას, იმ სიყვარული და იმაზე ლაპარაკი არ არის, კაცს აქვს ხელფასი, ქალს აქვს ხელფასი, ეს ხელფასები წავიდა ბანკში, ჩაიდო სახლში, გესმით და წავიდა ახლა შეგროვება ამ ფულის რა, მთელი ცხოვრება უკაცრავად რა. მთელი შეგნებული ცხოვრება ასე მიდის, იმიტომ რომ ეს დამონებულია ამ სისტემასთან და სხვათა შორის როგორც კი ფიქრებს შვილზე რა. და ყველგან რეკლამა, ყველგან აზრი ტრიალებს ეს და როგორც კი შემიტყვი ისეთ აზრს მაგალითად, ხო, რომ აი შვილო ოჯახის შექმნა თუ გინდა, აი აქ მიწა უფრო იაფი შეიძლება იყოს, ის ხის სახლი, კოტეჯები, რომელიც დღეს ახლა როდესაც ხედავ ჩვენს კურორტებზე ლამას კოტეჯებს, ორი კვირისთვის კი არ შეიქმნა. იმ ცხოვრობს ხალხი და ისეთ ტექნოლოგიური საშუალებაა, ჭიაუჩდება, ბიოლოგიური დამუშავება, ცეცხლზე დამუშავება, სითბო, რა ვიცი, ყველაფერი კეთდება. გაცილებით თუ მესამედი ფასებია, მაგრამ რეკლამა ამას ხომ უნდა წამოწევა რა. არა, შენ გესმის სულ корпуსი, ის არქი, უკაცრავად ეს არ აქვს მნიშვნელობა კომპანიებს რა ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს მოდის პირველ და ყველას ეს სტერეოტიპია რა. შენ შეგიძლია შექმნა ოჯახი და უფრო იაფად გამოხვიდე, გაცილებით უფრო იაფად. ეს ვარიანტები არის, შეიძლება ცოტა მოძრაობა დაგჭირდეს, სამაგიეროდ შენ მიწაზე შეიძლება იყო, შემდეგ გაზარდო ეს შენი სახლი უფრო იოლად, რაც ხდებოდა, იმიტომაც მრავლდებოდა ეს საზოგადოება სოფელში. ეხლა შეგვჭირდეს და არა, შენ აქ უნდა იწყო, იმიტომ რომ ესაა კომფორტი, ესაა სწორი, ესე უნდა იყოს, ეს ურბანული და სხვანაირად არც ესმით. გესმით? და შეიძლება გახდეს ეს ადამიანი ბედნიერი, შეიძლება შექმნას ოჯახი, მაგრამ არავინ არ ეუბნება, ამიტომ გეუბნებიან, ახლა ეს კრიზისში რო შემოდის, ახლა 100,000 რო აქვს, ოჯახი ჭირდება, ცოლი უნდა და ფული არ აქვს, ხო, რაზე ფიქრობს ახლა? იმაზე ფიქრობს, რომ ან თამაშზე იწყებს ფიქრს, იმიტომ რომ უეცარი მოგება უნდა, შეიძლება კრიმინალზე დაიწყოს ფიქრი და ერთ-ერთი კიდე არის საზღვარგარეთ წასვლა. და იმ ილუზიით თითქოს რომ საზღვარგარეთ იოლად იშოვი რაღაცა ფულს რა. ხელშეწყობილი და სინამდვილეში ახლა რა სინამდვილეში პირიქით
ნანგრევას ემსახურება ეს და ამის ანალიზი არ ხდება ეს კულტურულად ცივილიზებული რასაკვირველია ხო ოჯახი ველაკვინდა ამრიგად ახლა ჩვენ რო დავიწყოთ ცოტა შემისკენ დასასრულისკენ მამა საუბარი ჩემი აზრით და ეს ქრისტიანის კუთხით როგორ შეიძლება ეს როცა ვხედავთ რომ ეს სისტემები მუშაობს რაღაცას გთავაზობს ანუ ეს სოფელი წუთი სოფელი გთავაზობს თავის აზრს ხო თავის აზრს და ეს აზრი ვხედავთ რომ დამანგრეველია იმიტომ კი არა რომ რაღაცა ჩვენ ფანტაზიობთ იმიტომ რომ ეს რეალური ციფრებია იმიტომ რომ ეს რეალური გარემოა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხო ქრისტიანს რა შეიძლება აკეთოს ქრისტიანმა ამ შემთხვევაში ხო ჩვენ ეს გვაინტერესებს უნდა იყოს არა ამ სოფლისაგან ხო რას ნიშნავს ეს ვიყოთ არა ამ სოფლისაგან ეს იმას ნიშნავს რომ ამ აზრს რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა რომელიც გავშალეთ ასე რომ ვთქვათ თან ყველაფერს ბუნებრივია ვერ შევეხებოდი იმიტომ უზარმაზარი მასალა ამ აზრს რომელსაც გთავაზობ შენ სოფელი იმის საპირისპირო უნდა იყოს როგორც დამოკიდებულება პირველ ყოვლისა როგორც ცხოვრების წესი არა უეცარი ეს take it easy სერაფიმ როუზი ამბობდა რომელიც შემოვიდა ან ყველაფერი იოლად მიიღწევა ეს რო შემთხვევით კი არ შემოვიდა შემდეგ ეს ამბობს მის საპირისპირო ხოული ანიზინეს ანუ აი წმინდა არაკომფორტულობას დამოკიდებულება არა იბრძოლე ხო ძალისხმევა მიაყენე სასופველი ღვთისა იძულებს ხო იგივე ყველა ეს ნაბიჯი იძულებს ქრისტიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს რომ ამ კომფორტში არ შევიდეს დამოკიდებულები და როგორც კი ასეთი აზროვნება იწყება ხო ამ ვაჟკაცობას ამ ხნეობას ამჟღავნებს ოჯახი განსაკუთრებით მამაკაცებს ეხება ხო შემდეგ ეს ყველაფერი ლაგდება იმედსაც იჩენს ეს ოჯახი გოგოსაც იმედი უჩნდება იმიტომ რომ ზუსტად იცის ადამიანი ენდობა უკვე იმ სწორ გადაწყვეტილებას მადლი ღვთისაც ფარავს ამ შემთხვევაში ამ ადამიანს როდესაც სწორი მიმართულებით ალაგებს ამას პრიორიტეტი სწორად აქვს დალაგებული ღვთისადმი რწმენა შემდეგ უკვე სამშობლო ეს მუშაობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი როდესაც დალაგებული აქვს ეს ყველაფერი იწვევს შემდეგ დადებით შედეგს არა უეცავს მაგრამ აუცილებელს ხო ეს აუცილებლად ხდება ამისთვის უნდა თქვას ადამიანმა უარი აი იმ ცნობილ ტერმინზე რაღაც ქვია show must go on ანუ ყველაფერი შოუთ რო აქციეს ცხოვრებაში თვითონ ცხოვრება სახიობობა გახდა იმიტომ რომ ეს სახიობობა გამოიხატება უკვე არა სერიოზულ გულწრფელ ურთიერთობაში თოქმარ შორის და იქიდან გამომდინარე უკვე შვილებთანაც ხო ეს ყველაფერი აგებული როცა არის იმაზე რომ მე ჩემი ეგოცენტრული სამყარო დავეკმაყოფილო და ამისთვის არაფერს გავაკეთებ მე თავგანწირულად იმისათვის რომ ცოლის ინტერესებიც გავითვალისწინო შვილიცაც გავითვალისწინო და ჩემი ცოტა დავწიო ქვევით იმიტომ რომ მე აი ამ შოუმენი ვარ რეალურად ეს არის ხო თანამედროვე ადამიანი ვინ არის კაი ტიპია თავისი გაგებით და ისეთი კაი ტიპი რომ ყველაზე მაგრად იცის ყველაზე ჭკვიანია ყველაზე ისეთია და აი ამაში რაც მას ეს იდეურად მოსდის თავში ხო ეს ამასოფლის წარმატებები და კარიერული სვლები ამაში ოჯახმა არ უნდა შეუშალოს აი მაგალითად მე კიდევ ერთ მაგალითს მევყვი ხარი არის წასული საზღვარგარეთ და ცოლს ესე აჯერებს რომ იცი რა მე აქ ვიპოვე ჩემი თავი ჩემი რესურსი განვავითარე და კაც 15 წელია ცოლთან არ ჩამოსულა რა სადღაც იმაში ავსტრალიაში ცხოვრობს ან შეიძლება უთხრას ცოლმა იცი რა გადავიღალე 20 წლის მერე რა სამწუხაროდ ესეთი ხო ნუ ყველაფერი შეიძლება იმიტომ რომ ფილმებში ნახეს ხო ნუ ეს იდეოლოგიის საშუალებებით ეს გავრცელდა ეს ფილმები მაგისთვის შეიქმნა ეს ყველაფერი მოკლედ ეს არის ჩვენი საფრთხელი რომ ქრისტიანის მადლი ვისაც თავიდან დავიწყეთ ჩვენ საუბარი და პავლე მოციქულის საუბარი სინამდვილეში რა არის ქრისტენა ჩვენცმა რეალური მოწამეობაც არის გარკვეულწილად ამაში ანუ ურთიერთ პატივისცემაზე და ურთიერთ სიყვარულზე აგებული იმ ნაკლოვანებების მოთმენა რომელიც აუცილებელი პირობაა კეთილი გონიერი ოჯახის შექმნისა და განვითარებისა და გამრავლებისათვის. აი ეს გვაკლია დღეს
თანამედროვე ქრისტიანებს და აღარ ვამბობ უკვე სხვებზე, იმიტომ რომ თითო ქრისტიანებსაც უკვე დამახინჯებულად ესმის ეს ცნებები, თითო ქრისტიანებს არ წარმოუდგენია, ვერ გაუგია რატომ უნდა დაითმინოს მეუღლის ნაკლოვანება. თითქოს და თვითონ იყოს უნაკლო. იმიტომ რომ დაითმინო, რომ შენც უნაკლო ხარ, შენიც უნდა დაითმინოს იმან. შენს გაქვს ეს არის, შენც გაქვს დასათმე, შენც გაქვს დასათმობი. ესი არ არის რომ მართალი ხარ, კაცი, ხო, ამ ცხოვრებაში. აი ეს ურთიერთსიყვარული და აი ამ უძლურების ტვირთვა არის ქვაკუთხედის, ქრისტიანობის ქვაკუთხედი კეთილგონიერი ოჯახის და ამასთან უნდა იყოს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქ შრომა, სწავლა, ყველაფერი ერთად კომპლექსურად იძლევა იმ შედეგს, რასაც ქვია კუთხოვული ქრისტიანული ოჯახი. მე ხა დავლოცე შეგვაძლებინოს და აი ამ დიდ ჯვარცმის გზაზე, რასაც ქრისტიანი გადის, აი ერთ-ერთი ეს მნიშვნელოვანი ბილიკი სასუფეველისკენ მიმყვანი, სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტყოდი გახლავთ ნამდვილად ქრისტიანული ოჯახი და უმეტესად